ქვეყნის პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი კი დღეს თეთრი წყაროს რაიონში ჩავიდნენ. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ბექაურების ოჯახს ესწრებოდნენ. 6-სულიანი ოჯახიდან 4 უკვე სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს. მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2 მცირეწლოვანს დაზღვევის პოლისები თავად გადასცეს. დაზღვევის სამთავრობო პროგრამის მიხედვით 1 სექტემბერს საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე უკვე დაზღვეული იქნება. დღესვე პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი დედოფლის წყაროს მრავალ პროფილურ სამედიცინო ცენტრ ჯო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ. ვანო მერაბიშვილი медპერსონალის ანაზღაურებით დაინტერესდა. საქართველოში სამედიცინო ცენტრების რეაბილიტაციის შემდეგ მიმართვენება 6-ჯერ გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ოჯახში რამდენი ვსანდებით? 6. პენსიონერი თქვენ მიიღეთ უკვე თქვენ საკეცი აიღეთ იმ შემთხვევაში აიღეთ თქვენ ლიბერტი ბანკში პოლისები. ესე იგი ამ ოჯახში აქვს 6-დან 3 ადამიანს 2 პენსიონერი მე როგორ ვფიქრობ პენსიონერი ესე იგი 6-სულიან ოჯახში 4 დაზღვევაა აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც გაეშინჯოთ იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ნელი ის. რა თქმა უნდა. რაც შეიძლება ვიცი დარჩა, ყველასთვის ჩვენ მინდა გაკეთდეს ბაზისური პოლიცია, იმიტომ რომ ოჯახში ყველანი იყო დაზღვევები, მთავარი არის ჯანმრთელობა. თუ ოჯახი იქნება ჯანმრთელი, ოჯახი იქნება ძლიერი, შესაბამისად მთელი საქართველო იქნება ძლიერი. აგერვე ნახეთ, შვენიერი კლინიკაა, და რომ მივედი მე გაუცებული ვარ, ახლა თქვა ამ რაიონში, საგარეჯოში გურჯაანში, თბილისში, ბევრ რაიონებში დავდივარ და ხედავ ასეთ სამანტყოფოებს და ხედავ რომ ხალხი ძალიან ბევრი დადის. სოციალურს აი რო იკითხეთ რას ფარავს, აი გეტყვით ეხლა მაგალითად ხო აბსოლუტურად რაც კი დაგჭირდებათ თქვენ ოჯახის ექიმი იქნება, სოფლის ექიმი და თქვა გასული ეს ყველაფერი უფასო არის, ეს უნდა დაფაროს თვითონ სადაზღვევო კომპანია. და რაც დაგჭირდებათ ასევე თქვათ ოჯახის ექიმმა გითხრათ რომ მოდით გავაკეთოთ აი ეს ანალიზი ან თქვათ სისხლის ანალიზი ან მიხვალთ საავადმყოფოში და ეს ასევე პოლიცი ფარავს ამას უფასოდ. ამიტომ როდესაც ბატონი პრემიერი ამბობს რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ, ეს არის საუკეთესო გზა იქითკენ რომ რამე არ გამოგვეყაროს რა ღმერთმა ჯანმრთელად გამოვფოთ. ხშირად ადამიანებს რომელსაც უწევდა თბილისში წასვლა რაღაც მკურნალობისათვის ძალიან დიდი ხარჯი იყო თბილისში წასვლა. პრინციპში როცა ადგილზეა საავადმყოფო, ალბათ 99 საქმე იმაში რომ როდესაც თბილისში მიდიოდნენ პაციენტები გზის სულიდან დაწყებული ოპერაციას გაიკეთებდნენ, იქ მოვლის ფული, ყველაფერი იყო თანხებთან დაკავშირებული. ეხლა აბსოლუტურად ყველა ოპერაცია შეგვიძლია რომ გაკეთდეს აქ და უკვე დავიწყეთ გაკეთება ამ ოპერაციების. ამბულატორულად მოსული პაციენტი 99% გამოკვლევისას იკეთებს ადგილზე. ხოლო აი ძალიან გამონაკლისის შემთხვევაში თუ ძალიან რაღაც ისეთი გამოკვლევა მაგალითად ტომოგრაფია არ ჭირდება და მაგნიტური რეზონანსი და რაღაც რომელიც ჩვენ ნამდვილად არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში მიდიან. რაც შეეხება ოპერაციებს, აი სრული გულწრფელობით გეუბნებით. კეთდება უკვე ჩვენთან ჩუქის ოპერაცია, იმიტომ რომ გამსვლელი ბრიგადები არის. ვიწვევთ წამყვან ქირურგებს. ჩუქის ოპერაციას ის ისტორია არ არსებობს ეწყავს. რასაკვირველია. მოსახლეობის 50% 10 წელიწადის შემდეგ ექიმთან ამყოფი არ იყო, იმიტომ რომ არ ქონდა ფული და არ იყო საავადმყოფო. ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ პროფილაქტიკის მიზნით დაიწყო პაციენტებმა მოსვლა, რომლებიც როცა ალბათ იყვნენ, მაშინაც ვერ მოდიოდნენ და ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთ შემთხვევაში ექიმებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და ჩვენ ახლა მუშაობთ სადაზღვევო კომპანიებთან. პირველ რიგში ვაყენებთ საკითხს ექთნებისთვის და შემდეგ უკვე ჩვენ მინდა 1 სექტემბრიდან უკვე ექთნებისთვის ხელფასები გაიზარდოს. ამავე დროს მინდა ჩვენ ექიმების ხელფასების გადავა, სანიტარიის ხელფასების გადავა, იმიტომ რომ როცა მომართულება იზრდება, თქვენ ახსენეთ, დატვირთვამეტია აუცილებელია. გამარჯობა. პირველია? მომერცმა გაგიზარდოს და ჯამშევი. ხოსალარიდან არის აზერბა. ნახაბარლარმა. Bugün-də onlar bu gözəl qısallar. Gələn yaşayarım falan. Hacimlətə Vay mı geniş var. Vallahi da katılır bu da iyi bak. Valdik. Algoritmi.
არის პოლიციით მარიცობა ხმებია. ყველაფერი არ დაიჯერა ციხერია. აი ხარით მაგარია.